ასეთი მძიმე დასკვნა ქვეყანასთან მიმართებაში, როდესაც სახელმწიფოს ეხება და როდესაც ლაპარაკია საერთაშორისო დონეზე, იმ დონეზე იმ სტრუქტურებიდან, რომელი სტრუქტურებიც არ გამოირჩევიან პოლიტიკური ნიშნის განცხადებებით. ეს არ არის მორიგი რეზოლუცია მიღებული მაგალითად ევროპარლამენტში, რომელსაც ისინი ხშირად ეძახიან განფასია. აქ არის ძალიან მძიმე, ძალიან კონკრეტული დასკვნა ამ სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზე, რომ საქართველოს ახლა ეგრეთ წოდებული failed state. იმიტომ რომ ქვეყანა სახელმწიფო რომელიც კარგავს თავის ატრიბუტებს, ის ხდება წარუმატებელი, შეუმდგარი სახელმწიფო. საქართველოში ვიღებთ რაღაცა 35 წელი დამოუკიდებლობის თავზე, ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო შეფასება აქვს, როგორც საკუთარი ხალხის ის რაც აქვს ამ დასკვნაში. მე ერთად ვიმყოფები ლუქსემბურგში და ეკონომიკურ ბრიუსელში მინდა გითხრათ რომ აზრი რომ აქამდე ვიღაცა მიგეტანა სხვა შეხვედრებზე ეს აზრი მისატანი აღარ არის არავისთან დამატებით აბსოლუტურად ყველა მაგიდაზე აბსოლუტურად ყველა პირად კერძო თუ საჯარო საუბარში მთავარ თემა ერთ-ერთი ბრიუსელში და აქ იმ ხალხში რომელიც პოლიტიკით დაინტერესებულია არის საქართველოს უმძიმესი პოლიტიკური ვითარება. ნახეთ რომ საერთაშორისო მიმართულების ევროპის საბჭოშიც უკვე დღის წესრიგში არის შეტანილი საქართველოს საკითხი ცალკე. ამიტომ ეს ვითარება აქ შეფასდება თავიდან ბოლომდე სწორად და ივანიშვილის რეჟიმი საბოლოოდ მიიღებს იმ შეფასებას ყველა რაც ეკუთვნის პროვინციულ დიქტატორულ სახელმწიფოებს. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი სახელმწიფო ჩვენი განთავისუფლების მოძრაობაში არის მეტიქმედება ადგილზე, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა ლიმიტებიც არსებობს, როცა ეხლა ბურთი ისევ ჩვენ მიდაზეა და საკმაოდ ბევრია ბევრი რამე ამ კონკრეტულ მიმართულებებზეც რომ ვისაუბროთ თაზო, იმიტომ რომ ეს რომ ნახოთ რეკომენდაციის ნაწილი და ქართული ოცნების პასუხი გასაგები არის რომ მიუხედავად კობახიძის დღეს შედარებით ვითომ შერბილებული ტონისგან უმეტეს ნაწილს მინიმუმ ისინი არ შეასრულებენ ხო მაშინ რეჟიმმა უბრალოდ ხო თვით ლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს და გადააბაროს ძალაუფლება სხვას. აქ არის აღწერილი ორი მიმართულება, ერთი არის ეს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ასევე ყურადღება გამახვილებული არის შესაძლო სანქციებზე. ახლა დანარჩენი უკვე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების ამბავი, იქიდან გამომდინარე, შემდგომში რაც მოყვება ქართული ოცნების უმოქმედობას. აი აქ სადხედავთ თქვენ პოლიტიკური კლასის როლს და როგორ შეიძლება ამ საკითხების გააქტუალურება იმგვარად რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო წესრიგიდან დაბლა არ ჩამოვიდეს. ამ წუთას ახლა ჩვენც აღნიშნეთ რომ იგივე გერმანიის და საფრანგეთის ინიციატივით ევროპულ საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრებთან ამ საკითხის გატანა რასაკვირველია ყველაზე მაღალ დონეზე დაყენება არის და ბრიტანეთიც ძალიან აქტიურია რაც ცალკე უნდა აღინიშნოს. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტორი და მოდი ესე ვთქვათ რა ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ გააქტიურა ყურადღება საქართველოსადმი. ახლა ცუდად რომ გააქტიურა, კარგად ვერ გააქტიურებს, რომ საქართველოს კარგი არ ხდება, მაგრამ გააქტიურა საქართველოსადმი ეს ყურადღება ქმედებებზე არის კი ლაპარაკი. სანქციებზე არის ლაპარაკი. ოღონდ შეხედეთ ჩვენ ხო საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომელიც რეალურად აი ამ კონკრეტულ მომენტში აბსოლუტურად ნულოვანი ლეგიტიმაციის პროცესი რეჟიმზე რა აი არ გულისხმობ აღარ მაგას საერთაშორისო ლეგიტიმაცია საკულისხმობ იმას რომ მართლა ასეთი ატრიბუტი სახელმწიფოსი აღარ გააჩნია და კანონის მიღება უწევს რომელთაც ადამიანებს უზღუდავს ტროტუარზე გადაადგილების უფლებას ანუ სახელმწიფოს ინსტიტუტების სახელმწიფო ყველა ატრიბუტი მორგებული აქვს აბსოლუტურად ესეთი იდიოტური მიზნებისთვის პირდაპირ თქვა კონკრეტულ მომენტში ყოველდღე გაუაზრებლად მომავალზე გაუთვლებად რაღაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეს დასკვნა ჩემი აზრით პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი ჩვენ თანამოქალაქეებისთვის. ეს უნდა აუხსნათ ამ ჩვენ საზოგადოებას და აქ ვთვლი რომ პოლიტიკური კლასის როლი არის უმნიშვნელოვანი. არსებობს რაღაცა ფიქრული ჭეშმარიტებები, რომელიც სამყაროს ყველა წერტილში იზომება ერთი და იგივე საზომით. რომ ეს სახელმწიფო როგორცაც ივანიშვილის საქართველოს სახით სთავაზობს ანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობას
ვერ იქნება სრულფასოვანი ნაწილი ამ საერთაშორისო თანამეგობრობის, რომ ასეთი დასკვნები, როგორც მოსკოვის მექანიზმის დასკვნა იყო, ეს არ არის რაღაცა, რასაც ქართულებს რა, ყველაფერზე ხო რაღაცა. ორი არზზე არსებობს, ორი მხარე აქვს მედალიონს, ხო ყველაფერზე ეს პასუხი აქვს. აქ არ არის ორ მხარეზე მედალიონის ლაპარაკი, აქ არის ერთი კონკრეტული ყველას მიერ მიღებული ჭეშმარიტება. ეს უნდა აუხსნათ, რომ ეს არ არის კიდევ მორიგი ჩვეულებრივი პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ამ ცოტა ხანში ჩვენი ქვეყნის პასპორტს, რომელსაც უკვე ალმაცერად უყურებენ, მიიღებენ როგორც რაღაცა მესამე სამყაროს ძალიან საშიში ქვეყნის პასპორტს, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ცუდად მოქცევა ან ხო რაღაცა ცუდ გზაზე დადგომა ამ ქვეყნის. ეს არის საქართველოს ჩაბმა ძალიან მძიმე ჯაჭვში და ძალიან მძიმე ჯგუფში სახელმწიფოების. გაგახსენებთ, რომ საქართველოში დადის რუსული მართვები, საქართველოს გავლით, საქართველოს ეხმარება რუსეთს ზოგადად ასაკციის გენსალოში და საქართველოს ცენტრი ტრანსნაციონალური ჩამონთული დამაჯერებელი ცენტრი, თავს დიდ ცენტრი სამყაროს. ეს ფაქტობრივად ძალიან მძიმე პრობლემა არის, რომელიც ელი ევროპის მასშტაბით არის ცნობილი უკვე ყველასთვის, რომ აი კიდევ დანაშაულში, ტრანსნაციონალურ თაღლითურ დანაშაულში საქართველოს ერთ-ერთი სამყარო. ასეთ სახელმწიფოებს არ უწერია დიდი ბედი ამაში რომ დაწნეულ, ამიტომ ეს მართლაც ამ მიმართულებით ოპტიმიზმის საშუალებას ავარი საზოგადოებას კარგად აუხსნა.